გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ დემო და მაინც შევამოწმებ კი ვიწერ ყველაფერს. როგორც ხედავთ, OBS-ზე გადავედი, იმიტომ რომ შეზღუდვა არ მაქვს. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთ რაღაცა. კოდის წერის მაგივრად, მოდი ავაგდოთ ჩემი საიტი სერვერზე. ესეთი რაღაცი დავკავდეთ დღეს და ცალკე საიტსაც განახებთ, იმიტომ რომ ცოტა ფინანსებში ვიჭედებოდი და hosting-ის ფული არ მქონდა და ახლა გავაძრე ცოტა და მინდა რომ ზადნო გაჩვენოთ როგორ შეიძლება აგდო საიტი სერვერზე მარტივად ლამაზად და როგორც წესი არის ეგრე. პირველ რიგში ამ hosting-ს ვიყენებ, Zoom რო ქვია. რეკლამას არ უწევ, იმიტომ რომ არავინ არ მიხდის. ისევე როგორც თქვენ, მაგრამ hosting-ი კაი არის, იმიტომ რომ შეგიძლია დღიურად გადაიხადო და არა თვიურად, იმიტომ რომ თვიური გადასახადი ბევრს არ აქვს. პირველ რიგში ავირჩიოთ, აქედან ნიდერლანდებში იყოს, Ubuntu სერვერი ავიღოთ, ადრე Windows სერვერზე ვაყენებდი, მაგრამ საშინელება არის. არ გირჩევთ არავის საერთოდ. AMD ავიღოთ, ალბათ უკეთესი არის ვიდრე Intel-ი. დღიური გადასახადი და პაროლი დავუწეროთ რამე მაგალითად. რაღაცა ისეთი. და შევქმნათ სერვერი. დაველოდოთ, გადავიხადოთ პირადი ბალანსიდან. და ატვირთვას რო დავიწყებთ, ცოტა დაჭრა მომიწევს, იმიტომ რომ თლად ეგრე ცოტა დრო არ მიაქვს. პირდაპირ დავაჭიროთ და გავიგოთ თავარი არის IP მისამართი, რომელიც წესით არ უნდა იცოდეთ, მაგრამ არა უშავს გამოვცვლი. დავაკოპიროთ IP მისამართი და ახლა გადავიდეთ PowerShell-ში. და დავუწეროთ ესეთი კომანდა root SSH-ი, ამ პირიქით, უბრალოდ SSH-ი, root-ი, ზაღლუკა და აქ ვერ ჩააკოპირებთ, მარჯვენა კნოპკით უნდა ჩასვათ ხოლმე, სხვა გზა არ არის. არ გამოვიდა, მაგრამ არ ინერვიულოთ. რაც საჭირო არის ყველაფერი აი აქ ჩაწერილი მაინც. სორი კომანდა არის. აი აქიდან რამე მართლა არ ვიცი, მაგრამ თავიდან. და ესე. yes უნდა დავუწყო. და გავიჩნდეთ სერვერს. სერვერზე ვართ, ანუ ls-ი გავწეროთ და მიხვდებით, რომ პაპკა არ არის. პირველ რიგში mkdir პაპკა შევქმნათ. სერვერი, ეს Ubuntu-ს კომანდები არის, დაგუგლეთ, ვინც არის და აშკარად მეც არ ცოდნია, იმიტომ რომ ესე უნდა დამეწერა. ls-ი ისევ და სერვერის ფაილი გვაქვს. ეხლა მთავარი ტანჯვა არის. პირველ რიგში ავდგეთ და შევხედოთ ჩვენ პროექტს. რისგან შედგება ჩვენი პროექტი? პირველ რიგში public-ი, src და ჩვეულებრივი ფაილები არის. ეხლა რა არ გვინდა აქიდან? node-modules შეგვიძლია წავშალოთ, იმიტომ რომ დიდი არის და სანამ გადაიტანს, მაგრამ დავიტანჯებით. და რადგან გადატანა დიდი პროცესი არის, ეს არ შეიმჩნიოთ, კაროჩე, რადგან გადატანა დიდი პროცესი არის, დავიწყოთ ახლავე და შემდეგ უკვე გადავიდეთ Node.js-ის დაყენებაზე. cd ეხა გვინდა cat-cat-ზე გადავიდეთ. და cat-cat-ში ნებისმიერი ფაილი აი ამ კომანდით უნდა გადავაგდოთ სერვერზე. ესეთი კომანდი არის, ნახეთ. აი ესეთი. აქ ჩაჯდება ჩვენი IP მისამართი. აი აქ. ჩავსვათ ჩვენი IP მისამართი. და root-ის სერვერზე გადავაგდოთ ყველა პაპკა, რაც იმყოფება cat-cat-ში. დავიწყოთ მაგით. დიდი ალბათობით შეიძლება რაღაცები ვერ გადაიტანოს, მაგრამ ეხლა მეუბნება რომ almost perfect. აბა თავიდან. ამის ბრალი აი შეხედეთ დაბლა რაღაცა რომ იწერი ისრები რო არის, მაგის ბრალი იყო. მაინც არა? თქვენ წარმოგიდგენთ და ეს ერორი არ ვიცი ისი არის. მაგალითად source რო გადავიტანო. მაინც არა. რაღაცა არასწორად ქენი. რაღაც სავარაუდოდ არასწორად ქენი და შეიძლება ეგ არის ორი წერტილი აკლია? არა. კაი, თავიდან. აბა ცადოთ ისეთ რაღაც ადრე მაქვს აქ დაწერილი. და შევამოწმოთ უბრალოდ კომანდის სწორი არის თუ არა. მივხვდი რაში არის საქმე. თავიდან ესე root-ის სერვერზე გადავაგდოთ, იმედია ჩვენი IP მისამართი არის, იმიტომ რომ სხვა რაღაცებიც მაქვს, მაინც გადავამოწმოთ. და მთელი პრობლემა იმაში იყო, რომ ორი წერტილი აქ უნდა და მანამდე უნდა ჩვენი IP. ესე. Enter.
აი ეს არის მარტივი გზა, როგორ შეიძლება გიტის garaშე გადაყარო ფოლდერები და დაიწყო. ანუ ბევრი არის მუსიკა მაგ 500 წალი. და რავი, ერთი თვე ვირიხეზეაო, короче, მაგრამ მანამდე დავაყენოთ Node.js-ი მოდი ჩვენ სერვერზე. ეხლა ვიმყოფებთ სერვერში და გადავიდეთ CD. სერვერი და პროსტა ელას გავწერ და მაინტერესებს რამე ხდება, ჯერ არაფერი, ანუ სანამ ალბათ არ ჩავარდება, არც არაფერი არ მოხდება. და ეხლა ვნახოთ როგორ შეიძლება დავაყენოთ ჩვენ სერვერზე Node.js-ი. სამი გზა არის, მაგრამ მე თქვენ გირჩევთ, короче, ნუ პირველ ვარიანტში ვიღებთ მეათე ვერსიის Node.js არ გვაწყობს, რა თქმა უნდა. მეორე ვარიანტში რაღაცამ არ გაჭრა და აი მესამე უეჭველი ვიცი, სწორი არის, მე ამას ვიყენებ ხოლმე და უბრალოდ copy paste. მარტივი არის, პირველი წავიდა, მეორე. ანუ ეხლა ვაყენებთ ბიბლიოთეკას, რომელსაც გააჩნია Node.js-ის ვერსიები რეალურად. ესე ლისტი არ გვინდა ჩამონათვალი და ეხლა უბრალოდ ვთქვათ, რომ დამიყენოს ვერსია, რომელიც სჭირდება მე და ეგ არის 27. ანუ აქ უნდა ჩავასწოროთ 27-ით. ამას დიდი ხანი არ დაჭირდება, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ npm-ის დაყენებას უნდა ძალიან დიდი ხანი. და რადგან ესე მივდივართ, მოდი მე ხა გავთიშავ. კაი, ბარემ npm-იც დავაყენოთ და npm ყენდება, აი რავი უმარტივესად, პროსტა npm უნდა გავუწერო, მაგრამ sudo apt update-ით ამავიწყდა. პაკეტების update-ი ვაჭრლე საჭირო არის. კანონი აქვს ეგეთი Linux-ზე ვინც ის ეცოდინება, მე დამწყებია ოპერაცია sudo apt install npm. აი ეს გვინდა ეხლა. გავუშვათ. საიტზე შემოდით მართლა, არ არის პრობლემა, მაგრამ თუ პროგრამისტები ხართ და კოდი გესმით, თხოვნა იქნება, რომ საიტი არ გამიფუჭოთ, თორემ მეც ვიცი რაღაცების გაფუჭება და მე უნდა გეძებოთ. ხომრობით რა თქმა უნდა, კაი, დაგიბრუნდებით ცოტა ხანში. ვაგრძელებთ, მაგრამ გავიდა 2 დღე სიმართლე რო გითხრათ, ძალიან დიდი ხანი ჩალიჩობდა, короче, ყავაც დავლიე რაღაც მე სამსახურში გადავედი. და ხა პატარა რაღაც ჩავასწორე და გავუშვათ სერვერი, გაჩვენებთ და მე თან ერთ კაი რაღაცასაც გაჩვენებთ, ძალიან იცინებთ. მოკლედ. ეს გადავაგდე ხა ერთი ფაილი მქონდა შეცდომით და ჯამში ყველა სიმღერა გადავიტანეთ და Node.js-ი დავაყენეთ. შემდეგ ეტაპზე ეხა ავდგეთ და ეს რაღაცა გავაკეთოთ. გავხსნათ აქედან კონსოლში. იმიტომ რომ SSH-ში თუ გახსნი, უბრალოდ თუ გასტარტავ, მე SSH-ს რო გადიშავ, არაფერი არ მოხდება. CD სერვერი და всё, npm start. იმიტომ რომ არ გვინდა ის რო ქვია. Node.js-მა უნდა გასტარტოს. ხო, короче 80 პორტს გაიშვა და ჩვენი საიტი ჩაირთო. კი, აი ეგრე. აი ეს არის ჩემი საიტი, მეგობრებო. რა ხდება ახლა აქ რო ვაგიხსნათ, ნუ მიახლოებით ამას რო დააჭერ, შეგვიძლია ხალხი მოზევდა. და ილაპარაკო ერთ-ერთზე და მე გახსნა ოთახი 5 კაცზე, რა, ახლა პროსტა მარტივი მასს აგიხსნით. და ეს არის ოთახები, 20 კაციანები და ეს არის სტიკერები, რეების დავამატე, ყველაფერი Telegram-იდან მაგ ჩატახილი და მე გასწავლით როგორ უნდა განმოწეროთ, ეს მაგარი არის. და სკინები არის, ანიმეები მევასება ზოგადად რა, ესა გოგო სკინები, ბიჭი სკინები და ცალკე კიდე მაქვს. მაგალითად აი რაღაცა ესეთები უკვე სიმენა ჩალჩები მაქვს. ელი სკინი არის რა, ბევრი მაქვს ეგეთი დავარიგე. დღეს თქვა, კიდე რა შეიძლება ახლა გაკეთე, კიდე შეიძლება ჯეირანი თამაშო, მაგრამ მარტო ახლა ვერ ითამაშო. და dalsze სიმღერები მაქვს, ერთი 200 წალი მამაჩების სიმღერა, ერთი 300 წალი, ძალიან ძველები ისეთები. და dalsze რავი რა მიაგი, მაგრად მევასება მაგალითად. taxi beta, ну კაი არის, короче. ცოტა რომ მოიხოდება საიტი, გადმოდით გამიხარდება და ეხლა გაჩვენებთ რისი დამატება მინდა. ანუ სტიკერები აქ ხო არის. და გავაძრე რამოდენიმე დღის წინ აი ესეთი საიტი. დღეს შევედი პირველად და პირველ კნოპკას რო დავაჭირე, მაგრად ვიცინე და დაჟე ნახეთ რა გავაძრე, ქართული რაღაცა არის. აი ხო ცადოთ აბა რას გავიგონებთ. ისეთი არის. ეს კაი არის კი. და ეს დაბევასა მაგრად აბას დავაჭირე. Доброе утро, мать. Спешу пожелать тебе самого прекрасного. Доброе утро, мать. აბა ეს არის.
Всё, ვიდეო პლუს ტრამატია სამწუხაროდებაზე. ნუ, კაროჩე, აქიდან მინდა რაღაცები ავიღო. ძალიან ბევრი არისო რა TikTok-ში და ესეთი იდეა მაქვს, რომ ჩავამატო საიტზე, ანუ საიტზე ხა მუსიკის მოსმენა რანაირად ხდება, იცით ხო უსმენ ხა მაგალითად რა. მაგალითად უსმენ და მერე დავაჭერ ამას და ოთახში ჩდება მუსიკა შეიკვეთის იქით მაგიდინა. კუტოკი არის, სადაც ლაინს ფათორყის ბარი არის რა. და ეწერება და ვისაც უნდა რომ დაითანხმოს და მოусმინოს, პროსტა აცებს აძლევს და უსმენე, ან ზოგადად შეუძლია 1-10 კაციდან 5-ს უსმინოს რა, მაგალითად ან ყველა მოსმინონ. და ესეთი იდეა მაქვს, რომ ესენი დავამატო, მაგრამ ჩავარდება როგორც სტიკერი აი ეგ თემაში რა. და ყველასთან ხმამაღლა იქნება და აი იქნება ძალიან ხოხვა მომენტი, დიდი ხანი მაგის გაკეთება მინდა და შემდეგ ვიდეო მიეძღვნება მაგას. აბა დროებით მეგობრებო და შემდეგ შეხვედრებამდე აღდგომები არის კაკრას ჩაგიწერთ, გილოცავთ და სიყვარული არ მოკლებოდეთ ძმა.